დავიწყოთ ირაკლი კობახიძის განცხადებით. დღეს მისი განცხადებით ფაქტობრივად დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვუყვებით დილიდან მაყურებელს, რომ ნამდვილად ბიზნესის ნაწილი დადის დასავლურ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და ითხოვს ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციის გადარჩენას და მისთვის დამატებითი სანქციების თავიდან არიდებას. თუმცა ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძე პასუხისმგებლობას სრულად იხსნის და მიანიშნებს იმაზე, რომ თუ ამას ვინმე აკეთებს, რომელიმე ბიზნესმენი აკეთებს, ამას ინდივიდუალურად საკუთარი გადაწყვეტილებით აკეთებს და ამ შემთხვევაში ივანიშვილის დავალება არაფერ შუაში არ არის. ირაკლი კობახიძე დღეს ასევე გვარწმუნებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები არ აწუხებს, თუმცა საპირისპიროს მიანიშნებს თავად ბიძინა ივანიშვილის არაერთი განცხადება, რომელიც საკუთარ ფულზე ძალიან ხშირად ლაპარაკობს. ყავს ერთადერთი ბიზნესელჩი ქვეყნის გარეთ, ეს არის ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი. ის არის ბიზნესელჩი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის ქვეყნის გარეთ, სწორედ ეკონომიკის მინისტრი ესაუბრება ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით, ბიზნესის საკითხებთან დაკავშირებით, ეს არის არა ბიზნესმენები. ბიზნესმენები ესაუბრებიან, რომ არ მოხდეს დასახელება. შეუძლია ბიზნესმენს თავის სახელით ესაუბროს ნებისმიერ ადამიანს, თუმცა ეს არ არის ჩვენი, ასე ვთქვათ, მართლობის სფეროს ნაწილი, რაც შეეხება ხელისუფლებას წარმოადგენს ეკონომიკის სფეროში, ბიზნეს სფეროში, სწორედ ეკონომიკის. თუნდაც თავისი ინიციატივით რომ ვინმე ესაუბრებოდეს, გაქვთ თქვენ ინფორმაცია? რიგითი ადამიანი საუბრობდეს ვიღაცასთან, ეს მათი საქმეა. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ წარმოგვადგენს ეკონომიკის მინისტრი ბიზნესთან ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის. გაქვთ ასეთი საუბრების იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ვერ მოხდება იმ ფონზე, როცა არა მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნებია, არამედ ბიზნესის მოთხოვნაა. არ ეშინია არავითარი სანქციების მის მიმართ. ვერ შეაშენებენ ამ კაცს სანქციები და არ არის საინტერესო. არ ეშინიათ, მაშინ რატომ საუბრობს თუნდაც ეკონომიკის მინისტრი? არა, ეკონომიკის მინისტრი თუ ყავთ. არა, ეკონომიკის მინისტრი საუბრობს სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებით, რაც აინტერესებს კონკრეტულად სახელმწიფოს ბიზნესთან ურთიერთობის კუთხით. რაც შეეხება ბიზნესმენების საუბრებს, ეს არის ბიზნესმენების საქმე. ირაკლი კობახიძე დღეს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა და შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან ჩვენ გვქონდა მცდელობა გასაუბრების, მათ შორის იმის გარკვევის, თუ ვინ არის რეალურად ბიძინა ივანიშვილის ბიზნესელჩი დასავლეთში, ვინ ცდილობს ივანიშვილის რეპუტაციის გადარჩენას და დამატებითი სანქციებისგან თავის არიდებას. არავინ გვიდასტურებს ასე პირდაპირ, რომ ვინმე მუშაობს ამის შესახებ დასავლეთში ბიზნესიდან, თუმცა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ისინი ვინც განსაკუთრებით გამოირჩევიან ლოიალური დამოკიდებულებით ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ისინი გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილის და ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის დასანქცირება ეკონომიკაზე ცუდად აისახება. სადაც მინდა იქცავო, სადაც თქვენ დარდოთ ბიძინა ივანიშვილს. არ დასანქცირებენ. თქვენი დარდეთ, აი თქვენ მოქმედებებზე, რასაც თქვენ დარდობთ ივანიშვილის სანქცირებაზე. გააზარალებს როგორ არ უნდა ვიდარდო? გააზარალებს ბიზნესს. იმიტომ რომ კაცია, რომელიც უდგას ამ ქვეყანას სათავეში და მაგრად უდგას. აი კურსი არ შეცვლილა ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ სანქცირება არ იქნება და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არც ივანიშვილის არ უნდა დასანქცირდეს. არც ერთი ადამიანი განსაკუთრებით კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ქვეყნისთვის ვინც რამეს აკეთებს ამ ბიზნესში, ამ პოლიტიკაში არ უნდა დასანქცირდეს, იმიტომ რომ ეს არ არის კარგი ზოგადად არც ქვეყნისთვის და არც ქვეყანაში მოქმედი ბიზნესს. მოსავალს რაში ხედავთ, ქალბატონო ნინო? საგარეო ვექტორი არ არის შეცვლილი. ხედავ და მაქვს ინფორმაცია, არ დგას საკითხი დასანქცირების. ასეთი ინფორმაცია არსებობს, რომ მე მგონი არავინ არ დასანქცირებს. ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის საგარეო ვექტორის ცვლილებაზე პასუხი რა უნდა იყოს მაშინ გადადგმულ საკითხებზე ჩვენ ახლა ამ წუთას არ ვსაუბრობთ, რა კითხვას დამისვენებს ვექტორის ცვლილება ქალბატონო. ნებისმიერი ადამიანის დასანქცირება, რომელიც ქვეყანაში რაღაცას აკეთებს, არის ძალიან ცუდი. ქართულ ბიზნესს დააზიანებს ბიძინა ივანიშვილი. ძალიან უხერხულ სიტუაციას უკან დააზიანებს ქართულ ბიზნესს, ამ ბიზნესს ძალიან უხერხულ სიტუაციას გითხარით ბიზნეს ასოციაციასთან დაკავშირებით შეხვედრასთან ვკითხეთ. ზუსტად ბიზნესზე გეკითხებით, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება დააზიანებს ქართულ ბიზნესს. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვინც არ უნდა დაასანქციროს, რა თქმა უნდა ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ არანაირი მაგის ასე ვთქვათ მოლოდინი ივანიშვილის სანქცირება დააზიანებს ბიზნესს ბატონობა. დღეს საუბარი იყო მხოლოდ ბიზნესის საკითხებზე. თქვენ ეხმარებით ივანიშვილს, რომ სანქციებს თავი აიღოს? მოდი. ბიზნესი ყველა არასტაბილური სიტუაციის მოლოდინის გამო ყოველ შემთხვევაში ეს დღეს იქნება, ხვალ იქნება თუ გუშინ იყო
არის ხელის შემშლელი ბიზნესისთვის. ივანიშვილის სანქციების მოლოდინი? კიდევ ერთხელ გეუბნებით რა, მე არ ვარ პოლიტიკოსი. ვისი სანქციების ნებისმიერია, თუნდაც ჩემი სანქციების მოლოდინიც თუ არის, ეს არის ჩემი ბიზნესისთვის და ქვეყნისთვის ცუდი. არ არის ეს კარგი, მაგას გიდასტურებთ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ ვარ პოლიტიკოსი, ვარ ბიზნესმენი და ამისთვის ბიზნეს შეკითხება. ეს არის ბიზნესის მხოლოდ ნაწილის კომენტარი, ნაწილი კი საერთოდ თავს იკავებს ბიძინა ივანიშვილზე საუბრისგან და ჩვენ კითხვებს უპასუხოთ ტოვებს.